ესეც მორიგი დღე გათენდა. ეხლა ვართ იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში. საკემპინგი ადგილას, საკარავი ადგილას. გუშინ ჩამოვედით აქ გრენტიტონიდან და გზად ვნახეთ აი ესეთი რაღაცა. საღამოს როდესაც მოვდიოდით. გრენტიტონიდან წამოვედით იელოუსტოუნის დაცულ ტერიტორიაზე, ეროვნულ პარკში და კიდევ ერთი 25 კილომეტრი გვაქვს დარჩენილი. მაგრამ გზიდან დავინახეთ აი ესეთი ცხელი წყლის გეიზერები, რომელიც ნელ-ნელა ამოდის და ხანდახან 20 მეტრსაც აღწევს. And it smells different. Sulfur. Yes, it has sulfur. სუნიც სხვანაირი აქვს. და ესე ეხა არის ტემპერატურა ალბათ 23-24 გრადუსი და ამ თელ ტერიტორიაზე ესე ურთქლი და წყალი მოჩქებს. Wow, so cool. And tomorrow we will see such kind of things, right? Oh yes, much more. Oh, We will see big pools and boiling mud. Okay, მოკლედ ხვალ უფრო დიდი და ბევრს ნახავთ ესეთ დუღარე ადუღებულ გეიზერებს და მოკლედ გეგმაში გვაქვს და მაგას უკვე ხვალიდან განახებთ. ხო და მოკლედ ახლა დღეს ვაპირებთ ასეთ გეიზერებზე წასვლას. რამდენიმე ადგილი არის და შემდეგ უკვე მეორე სხვა ადგილას საბანაკე ადგილი გვაქვს კიდევ დარეზერვებული და მანდ ვაპირებთ ცოტა ადრე მისვლას და კარგად დასვენებას. დღევანდელი გეგმა იყო როტილი 7 საათზე უნგარიყავის და მზის ამოსვლისას გვენახა გეიზერები, მაგრამ ძალიან ბევრს დავდივართ ვიღლებით და აღდგენა გადავწყვიტეთ. ხო და დღესაც აქ დავრჩებით ხვალაც და ხვალ ალბათ უფრო ტბებს და ეგეთ ჩანჩქერებს ან რაღაც რაღაცებს ნახავ. აზრზე არ ვარ, მოკლედ თქვენი არ იყოს მეც ესე პროცესში აღმოვაჩენ ხოლმე რაღაცებს და შესაბამისად გიზიარებთ. სად ვართ? წასასვლელად ვისაუზმეთ. გავემზადეთ და მოკლედ გავაშურეთ ახლა გეიზერების სანახავად. ხო, გზაში შეიძლება ბუფალო შეგხვდეს ცოტა, მაგრამ ბუფალო რო დავგუგლე და მოვძებნე მნიშვნელობა, თურმე კამეჩი ყოფილა და ახლა აბაშელი კაცი რა კამეჩი უნდა გამოკვირვონ. ნახოთ ერთი. აბა, წავედით. ეხლა მოვედით ერთ-ერთ ადგილას, სადაც პარკინგი სავსეა. რიგში ვდგავართ მანქანების, ხო და რას არ ნახავს კაცი აქ რა. პირველად ნახე ამერიკაში პარკინგ კონტროლის მომწესრიგებელია, ჩვენებურად სტაიანშიკი. რა სტაიანშიკები არ მინახავს, მაგრამ ასეთი ლამაზი და დავარცხნელი მანდილოსანი თან მე არ მინახავს მაგრამ ესე იგი, ეხლა ვართ ნორისის გეიზერებზე. ნორისი ყოფილა კაცი, რომელმაც აღმოვაჩინა ეს გაყვალა მოყვალა და თქვა რომ ეგ კაი ადგილია ბიჭებო. აქ რაღაცა კაი უნდა გავაკეთოთ. ხო და მოკლედ მისი სახელობის გეიზერების ტერიტორია არის იელოუსტოუნის პარკში. სუნი ზაფხია თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ცოტა უცნაური სუნია. იმიტომ რომ გოგირდს და სხვადასხვა ნივთიერებებს შეიცავს ეს ამომავალი წყალი და სპეციფიკურ სუნს იძლევა ტირბლუ ტერიტორიაზე. ესეთი ტერიტორია. ხო, კიდევ ერთი რაც გუშინ შემახსენა ქალბატონმა არის ის რომ იელოუსტოუნი არის ერთ-ერთი ყველაზე დაფუძნებულია და ამ პარკის ქვეშ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვულკანი მსოფლიოში. ხუთეულში შედის ყველაზე დიდ ვულკანებში, რომელიც
მიწისქვეშ აქტიურია, მაგრამ როდის ამოფეთქავს კაცმა არ იცის. და ამის შედეგია რომ თითქმის იმერეთის ყველა ტერიტორიაზე აი ესეთი რაღაცები ხდება. გავიარეთ ერთი 30 კილომეტრი გუშინ და 15-20 ადგილას შეხვდა ესეთი ამომავალი გეიზერი და ცხელი წყალი. ზაფრისუნი არის რაც უფრო უახლოვდები ასეთ ტერიტორიას. ძალიან ლამაზია. იმიტომ რომ უცნაური სანახავი უფრო ლამაზი იქნება ეს ზამთარში დარწმუნებული ვარ. ძალიან საინტერესოა კონტრასტი. აქ ის თუ წითელია, დატრიალებს და არის კრისტალურად სუფთა ჟინჯი წყალი. ეს კონტრასტი დიდი ალბათობით განპირობებულია სხვადასხვა შემცველობით, მაგრამ ეს ტერიტორიაზე ამოდის ყველა. როგორ შეიძლება სხვადასხვა იყოს? ეხლა მოვდიოდით გზაზე და უცებ აი ბიზონი შევნიშნეთ გზიდან. კაი მასიური ცხოველი ყოფილა. Yellowstone's ეროვნულ პარკში. კიდევ ერთხელ გავჩერდით ახლა აი ამის გამო. ამას ეძახის elk, მე მგონი ლოსი, ქართულად ლოსს ეძახით ჩვენ. და კიდევ ერთი ბიზონი. ეს ერთ-ერთი სანახაობაა Yellowstone's ეროვნულ პარკში. აქეთ ნახეთ რა ხდება. აქეთ არის საშინელი საცობი აი იმის გამო. აი აქეთ ნახეთ მანქანების რიგი. მოკლედ სავსეა გადაჭედილია Yellowstone's ეროვნული პარკი ხალხით.
მივედით ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ადგილას Yellowstone-ის, რომელსაც ეძახიან Yellowstone-ის Grand Canyon-ს. გამოიყურება ესე. ესე იგი, შემდეგი გაჩერება არის ტალახის ვულკანები და ამ ვულკანის გეიზერები. პატარა თილიკია, რომელსაც ახლა გავუვლით და განახებთ ტალახის ვულკანს. Whoa. It's quite the smell. არა, ეს არ არის ჯერ ტალახის ვულკანი. მაგრამ ესეთი სივრცე არის, სულ ეს არის ტერიტორია აქედან აქამდე. თუმცა ძალიან ელქათიდე. ეს საინტერესო ადგილი არის, ეს ნაკვალები. სუნი არის საშინელი. გოგირდის რაღაც მლაყე კვერცხის სუნი არის ირგვლივ სულ. იმაზე მეტად ვიდრე აქამდე იყო წინა ესეთ ადგილას, გეიზერების ადგილას, აქ უფრო მძაფრი სუნია და ესეთი ორთქლი ამოდის. Oh, look at this. It's called Dragon's Mouth. Dragon's mouth? Oh yeah, looks like. Thinking about changing the name to Dragon's Butt. Let's go up. ეხლა მზე ურტყავს წინიდან და კარგად არ ჩანს. და ესეთი. Фу. Yeah. Hey, Not mouse, right? definitely butt. დრაკონის პირი ქვია ამას. ინგლისურად დრაკონის პირს ეძახიან და აქ ეხლა ერთი წუთის წინ ტიპმა თქვა დრაკონის პირი არ ვიცი, მაგრამ დრაკს აფილავდა ისეთი სუნი გამოდისოდა. ძალიან სასწაულია რა. პატარა გამოქვაბულიდან ცხელი ორთქლი და წყალი გამოდის. რომელიც შემდეგ აი ესე ჩამორაკაკებს აქ. It's dangerous place, you know? Yes. წამოიხალ მეორე მხარეს მივიდეთ. ესეც მეორე ადგილი. ეს არა, ეს ცენტრია პარკინგის ადგილას, სადაც ტალახი დუხს და ეს უნდა იყოს წესით ჩქეფარე ტალახი, რომელიც აი ჩაკაფულივით არ ქვეთქავს. Boiling like a soap. Yes. Look at this. და ისე ვართ Yellowstone-ის ეროვნულ პარკში. What did you say? If you go on that side, can we see it better? Let's see. ამას ეძახიან ტალახის ვულკანს. ესეც შემდეგი ადგილი. აი აქედან ახლა
ურთქლი არა მოდის, მაგრამ ამოდის საშინელი სუნი. და აქ არის ახსნილი, როგორ მუშაობს ეს პრინციპი. როდესაც აქ მოთოვს და მოწვიმს, წვიმის წყალი ჩადის აქ, ქვევით Yellowstone-ის ქვეშ, როგორც გითხარით, არის მოქმედი ვულკანი, ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში. ეს ვულკანთან შეხებისას ეს წყალი ორთქლად იქცევა, დუღდება და წნევის შედეგად აი ესეთი ბუშტებით და ორთქლის სახით ამოდის, როგორც ჩვენ აქამდე ვნახეთ. აი ეს არის ის ადგილები, სადაც აქამდე ამოდიოდა და აი ესეთ ყავს ტოვებს. წინ კიდევ რამდენიმე მსგავსი ადგილია და წამოიხა უცებ შევალო თვალი. არის 1 კილომეტრიანი ესეთი ბილიკი, რომელიც აი ესეთ ადგილებზე გადის. მოვედით შემდეგ ადგილას, რომელიც საინტერესოა ერთი პატარა დეტალის გამო. ნახეთ, აქ არის ტალახის შავი ესეთი გეიზერი, სრულიად შავი რაღაც. ნახშირისფერი და აი ქვე აქედან აი ესე მოატრიალებ კამერას, სადღაც 20-25 მეტრია დაშორება და უსუფთავესი როგორც კამერას კარგად არ ჩანს, მაგრამ აი ძალიან სუფთა წყალი ამოდის. აი ნახეთ როგორ ამოდის. ესე წყალი მოდის, რომელიც ტბას ქმნის, აი იქით შორს, აი იქითაც. და თუ აქ სუფთა წყალი ამოდის, აი აქ რატოა ნახშირისფერი და შავი. აი ამაზე გეუბნებოდით. აი ამ ტალახის გეიზერზე. ხე როგორ ამოდის ფერებს შეხედე. ეს არის ნახშირივით ნაცრისფერი და იქით ტბა არის კრიალა სუფთა. არა დაშორება არის რავი 20-25 მეტრი. მაქსიმუმ 30. Look at this. And where this goes? Where does it go? No, I'm not sure. Doesn't seem. It doesn't go anywhere. Doesn't go anywhere. Maybe underground somewhere. Yeah. ხო, ნახე, ამდენი წყალი ამოდის აშკარად მიწიდან. ერთი აქ, მეორე აი აგერ და დახშულია არსად გასასვლელი არა აქვს. და სადმე ეს წყალი? ალბათ სადმე არხებია გასასვლელი გაჭრილი და მიწის ქვეშ გადის. საინტერესოა. ეს შემდეგი გაჩერება. აქ აშკარად მაგრად ფეთქავს და დუღს. და როგორც ჩანს, უფრო მძაფრადაც ყარს. It's amazing. აქ ჩაოლებრივი ბუნება არის. არაფერი განსაკუთრებული და ჰოპ. და აი ესეთი მოჩქებს ამოდის სიღრმიდან. How deep it is? ალბათ 300-400 მეტრი შეიძლება იყოს, კილომეტრსაც მიაღწიოს. განსხვავებულ გეიზერს განსხვავებული სიღრმე აქვს და სამისად წნევაც. Gases rising through the vents opened by earthquakes, and then it bubbles to the surface, causing the water to roll. So it's Okay, it is not too hot, right? It's not to the boiling point. მაგრამ ეს ადგილი არ არისო, როგორც აღწერაში წერია, ცხელი, ანუ აქ არ დუღს წყალი, სხვა გეიზერებისგან განსხვავებით, აქ უბრალოდ წნევა წარმოიქმნება, რომლის მიწის ქვეშ მიწის ზვრის შედეგად პატარა მიწის ზვრები ხდება, როგორც ჩანს ვულკანის მოსამოქმედების შედეგად და ეს წნევა წნევას ამოაქვს ეს წყალი ზედაპირზე. როგორც ჩანს, ხო? არა, ეს არ არის დუღარი წყალი არ არის, მოკლედ როგორც აქ არის ახსნილი. ტემპერატურა არის ცელსიუსებში რაღაც 40 გრადუსი. შემდეგ გახდა 60 რაღაცა. ეხლა ნელ-ნელა ტემპერატურაც იწევს.
დროთა განმავლობაში, ანუ ეს იყო 971 წელს იყო 40 გრადუსი. შემდეგ 79-ში გახდა 65 და ახლა მიაღწია 2002 წელს სადღაც 75-ს. ანუ 1 ივლისიდან 15 ივლისამდე მომხდარა რამდენი 500 მიწისძვრა, რომელიც ანუ მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ცვლილებები მიწის ქვეშ იწვევს აი ამ ტემპერატურულ ცვლილებას, რომელსაც შემდეგ ასახვა აქვს აი ესეთ ფონზე. შეიძლება ეხლა ხდებოდეს ჩვენს გვერდით მცირე მიწისძვრა. კაცმა არის ის. ამიტომ გავეშურეთ. Let's go. Hurry up. Let's arrive. 2 წუთი წინ გამოვედით ტალახის აუზებიდან და ეგრევე გზის პირ Bisons. Look at it. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი არის, აი ხეზე ნახეთ, როგორი ჩამოჩხაპნილებით არის. ეხლა კი ნარჩენს აი მაგალითად ამ ხეზე აქ. აი ეს კვალი რაც აქვს, ყვითლად რაც ჩანს, არის ყველაფერი ეს ბუფალოები, როდესაც ქავებად ან ქის გამოცვლა უნდათ, ამ დროს მოდიან და ხეს უხმუნდებენ ხეებს, რაც იწვევს და უტოვებენ ასეთ კვალს ტყეში, რომელიც ძალიან ბევრია Yellowstone-ის პარკში რო შემოდიხარ, ესეთი შეხვდება ძალიან ბევრ ხეზე არის ესეთი კვალი, აი მაგალითად ამაზე აგერ აქ ამაზეც მოკლედ ეს არის ბუფალო კი არა და ბიზონის კვალი, რომელსაც ტოვებს რქის ხეზე ხახუნის შედეგად. ნახოთ რა იქნება შემდეგი სანახაობა. ესე იგი, ახლა მოვედით Yellowstone-ის ტბაზე, რომელსაც საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს მთლიანად Yellowstone-ის პარკში. აქ იხვები დახვდნენ. მოკლედ აქ ვაპირებ ცოტა გაგრილებას. ეს არის Yellowstone-ის ტბა, რომლის ალბათ ახლა კადრში ჩანს 30%, ძალიან დიდი არის. ძალიან დიდია. ეხლა მოვიდა საშ დავიჭირეთ კავშირი და ინტერნეტში გადავამოწმე Yellowstone-ის პარკის ზომა და სამეგრელო ზომა. Yellowstone-ის პარკი 1300 კვადრატული კილომეტრით მეტია ვიდრე სამეგრელო ზემოსვანეთის ერთად. ანუ სამეგრელო ზემოსვანეთზე სადღაც 15%-ით დიდი არის ვიდრე ჩვენი მხარე. ხო და დაახლოებით რო შეგიქნა წარმოდგენა. დავიწყეთ ამ დილიდან მოყოლებული გუშინა სადღაც 10% გავიარეთ და ნახევრამდე არ ვართ მისული იმ სანახაობების რისი ნახვაც მთელი ამ Yellowstone-ის ტურის დროს გვინდოდა. ხო და თუ დაგეგმავთ ვინმე ვინც ამერიკაში ხართ აქ წამოსვლას, შეეცადეთ რომ 3-4 დღე დაუთმოთ იმისთვის რომ კარგად მოიაროთ და ის ყველაფერი რასაც ჩვენ ახლა შემოურბინეთ, კარგად და ხვავიანად დაათვალიეროთ. ახლა წავედი სანამ მზე კიდევ აცხუნებს, უნდა გავუგრილდეთ თორე დღენახევარია არ მიბანავია და ვიხუთები. აბა წავედი, დაგიბრუნდებით შემორიგი სანახაობით.